საინვესტიციო გარემოს გაცნობა და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობითა და მეცხოველეობით დაინტერესება ქუთაის ჩინელი ინვესტორების 12 კაციანი დელეგაცია სტუმრობდა. კონკრეტულად რა საკითხები განიხილეს ინვესტორებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. ქუთაის ჩინელი ინვესტორები სტუმრობდნენ. 12 კაციანმა დელეგაციამ ქალაქის მიმდებარე ყველა ტურისტული ზონა დაათვალიერა. მათ შორის პრომეთესა და სათაფლიის მღვიმე, რამაც სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. საღამოს ინვესტორები ქალაქის მერმა მიიღო. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ჩინეთიდან დელეგაციასთან, რომელიც შედგება ინვესტორებისაგან და ისინი ამ წუთში ეცნობიან იმერეთის საინვესტიციო პოტენციალს და ჩვენ წარუდგინეთ მათ ჩვენი პრეზენტაცია, შესაბამისად მათ ჰქონდათ საშუალება დაეთვალიერებიათ კონკრეტული ყველა ტურისტული ადგილი, ყველა შესაბამისად მათთვის საინტერესო დეტალს გაცნობოდნენ და ჩვენი უნდათ რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღმავდება. ჩვენ ვისაუბრებთ ქუთაისის და იმერეთის საინვესტიციო პოტენციალზე, იყო ძალიან ისეთი ვრცელი და კომპაქტური პრეზენტაცია წარმოდგენილი ჩვენს მიერ. გარკვეული დაინტერესება არის ბატონების მხრიდან ქუთაისში და იმერეთში ინვესტიციების განხორციელების შესახებ და მათთვის განსაკუთრებულად საინტერესო დარგი ეს არის სოფლის მეურნეობა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავება. დელეგაციის მიზანი ქუთაისის საინვესტიციო გარემოს გაცნობა გახლდათ. ეკონომიკის სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით ინვესტორებისათვის ვრცელი პრეზენტაცია გამართა, რითაც მათ სრული წარმოდგენა შეექმნათ ქალაქის ინფრასტრუქტურისა და განვითარების შესახებ. მათ ძირითადი მიმართულება, რომელიც მათ აინტერესებს, ეს არის სოფლის მეურნეობის გადამუშავების პროდუქტების წარმოება ადგილზე, ასევე სხვა გადამუშავებული მრეწველობის კუთხით ინვესტიციების განხორციელება. პირველ ეტაპზე მოხდა გარკვეული ასთა გაცვლა და მე ვფიქრობ, რომ მომდევნო შედეგები, მომდევნო ვიზიტების დროს დაიხვეწება ეს ყველაფერი და შედეგად მივიღებთ, რომ ჩვენ გვექნება ახალი ინვესტიციები, ჩინელი ინვესტიციები, რომელიც განხორციელდება ჩვენს ქალაქში. ჩინელი ინვესტორები განსაკუთრებით სოფლის მეურნეობითა და მეცხოველეობით დაინტერესდნენ. სამომავლოდ კი მათ მხრიდან ამ დარგში ინვესტიციის ჩადება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. და უცხოეთის დღის